მე რო სადაც კაბინეტში ვიჯდე და იმ განცხადებებს და იმ ტექსტებს ვკითხულობდი ხელშეკრულებით გამაისის და ასე შემდეგ რაც არის რა თქმა უნდა პირდაპირ იმ დასკვნას დავდებდი რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში მედიაში სოციალურ ქსელებში უფრო მუსირებს და უფრო უპირატესი მნიშვნელობა აქვს მაგრამ მოდი ეგრეთ წოდებულ ველზე გავიდეთ და ნახოთ რა ხდება იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა რასთან გვაქვს საქმე ცხინვალზეა ლაპარაკია დაახლოებით 20-25,000-იან მოსახლეობაზე სადაც ვინცაც კი არ მუშავდება საწარმოც არ არის რის ინტეგრაციაზე და რის უფრო ღრმა ინტეგრაცია შეიძლება იყოს ამას უყურებთვის ვამბობ თუ ხოხგაგულები სამკერვალო სტუდიას შეუერთებენ რუსეთს არ ვიცი და მეტი იქ ის ხოხგაგულებმაც ვლადიკავკაზში გადაიტანა თავისი საქმიანობა იმიტომ რომ ცხინვალში შემოსავლები ნაკლებია და არაფერი არა ანუ არაფერი არ ხდება ისეთი რისი ინტეგრირებაც შეიძლებოდეს და ღირდეს ერთადერთი თუ აი ფაქტობრივად ლაპარაკობ და არა ვთქვათ ერთადერთი თუ რაღაცა ხელისშემშლელი ამ ინტეგრაციისა ზარამაგის ეგრეთ წოდებული სასაზღვრო და საბაჟო პუნქტი ისევე რიგებს წარმოქმნის ხოლმე როგორც ზემოლარსზე იმიტომ რომ ძალიან მოუწესრიგებელია და აი ამ პრობლემის მოგვარებით ცხინვალსა და ვლადიკავკაზს შორის გადაადგილება გამარტივდება და მორჩა პრობლემა. კონტროლს რაც შეეხება. ბატონო, როგორ აღიქვავენ თავად ეს ადგილობრივი ჯგუფები და კლანები ამ დინამიკას? კონტროლს რაც შეეხება იუმორისტულად პირდაპირ, იმიტომ რომ არანაირი დინამიკა იქ არ ხდება. არაფერი არ იცვლება და არ ხდება, მაგრამ აი ეს გადაადგილებები პუტინის მიერ მიწვევა შეხვედრა ხელმოწერა შეთანხმება 9 მაისს ახლა სულ 2 ადამიანი შეხვდა იმ ხრივ რომ მედიური გაშუქება ყოფილიყო. 9 მაისის მერე ცნობილია რომ გაგულოვი აღარ იქნებოდა პრეზიდენტი და იქვე იმ შეხვედრაზე გადაწყდა ცხინვალში ამის შესახებ. ყველა საუბრობდა მეც რამდენჯერმე საჯაროდ ამაქვს ეს ნათქვამი და როდესაც კაბულოვი გამოჩნდა, ძალიან პოზიტიურად შეხედეს ამ ამბავს, მასიურად გეუბნებით, იმიტომ რომ რაღაცა ცვლილების იმედი ჰქონდა. იქ ახლა მასშტაბური ხედვის საშუალება, რა თქმა უნდა, ნაკლებად არის. კონტროლზე სიტუაციას გავაგრძელებ. გარდა იმისა, რომ აბსოლუტური კონტროლია, იქ რუსეთის ელჩი გაცილებით უფრო მაღალი პირია, ნებისმიერი ჩინოვნიკი და იმას უთანხმებენ, როცა რაღაც საკითხები უნდა, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე ხმის მიწვდება არ შეუძლია და ეს არავის შეუძლია, თვითონ გაგულევსაც კი არ შეეძლო. პარალელურ რეჟიმში არის ორი სტრუქტურა უშიშროების ადგილობრივი და რუსული და რა თქმა უნდა რუსულს პრიორიტეტი აქვს და მთლიანად აკონტროლებს ყველაფერს. თავდაცვის სამინისტრო პირდაპირ რუსეთს ემორჩილება. აი რაღა ანექსიაზე უნდა იყოს ლაპარაკი. ყველა ლიდერი რომელიც მოდის ახალი ცხინვალში არჩევნებით იქნება თუ ასე შემდეგ, იწყებს რომ ორი ერის ისტორიული გაერთიანება და რუსეთში შესვლა არის ჩვენი მარადიული ოცნება. და სხვა შორის საინტერესო ფაქტს გავიხსენებ ბიბილოვის წინა გაგულოვის არჩევნები როცა იყო ბიბილოვი იძახდა რომ რეფერენდუმი უნდა ჩავატარო და მაშინაც ჩვენთან ატყდა მთელი აჟიოტაჟი ის რომ ახლა რეფერენდუმი რუსეთი მიიერთებს ღია ეთერიდან ვდებდი სანძლოს რომ არ ჩატარდება ეს რეფერენდუმი იმიტომ რომ ეს არის ბიბილოვის ოცნება და მეტი არაფერი და რუსეთს იმ წუთას არაფერი სჭირდება ისე როგორც დღეს ეს არაფერი სჭირდება და ამაზე ცალკე ვისაუბრებ კიდე იმიტომ რომ დღესაც დაახლოებით იგივე სიტუაცია და მიუხედავად იმისა ბიბილოვმა მთელი საზოგადოებრივი კომისია შექმნა ამ რეფერენდუმის ჩატარების მთელი ჩრდილო კავკასიის ლიდერები ჩამოიყვანა კონფერენცია ჩაატარა პესკოვი გამოვიდა და თქვა არაფერი მსგავსი არ იგეგმება დღესაც გამოვიდა პესკოვი და თქვა ეს გამოვიდა მაგრამ იმავე რუსულ მედიაში იქნება ეს კომერსანტი თუ იქნება ეს მედუზა ორივეგანი თქვა რომ კრემლში მიმდინარეობდა ამ თემზე საუბარი უბრალოდ ამ მომენტისთვის ჯერ საჭიროდ არ ჩათვალეს ამის უნდა ამისათვის ცხინვალ ლიდერსაც თავისუფლად გამზადებულია თუ უნდა ამისთვის შეიძლება გავდნენ გარკვეულ ყველაფერს მას ფორმალიზება ჭირდება. პუტინი ეს ტიპია, ხო? ყველაფრის ფორმალიზებას. ცხინვალის პრეზიდენტი ოსი ადგილობრივი არ მოაწერდა ამაზე ხელს. რა თქმა უნდა მოაწერს, ამას არც არავინ შეეგებია. ამას ფორმალიზება ჭირდება. კი ბატონო, მოდით გავაგრძელებთ ძალიან ორი წუთით. კი ბატონო, არა, დაგიბრუნდებთ კიდე მოგცემთ საშუალებას, რომ ბატონ ალექსანდრესაც მინდა მივცე საშუალება, რომ მისი შეფასება ხედვა მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. რითი განსხვავდება ეს სურათი დაუშვათ წინა დინამიკისგან, რაზეც საუბრობდა ბატონი ზურაბ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემი ეთერში მოწვევისთვის როგორც სტუმარმა ახსენა დიახ აბსოლუტური კონტროლი აქვს კრემლს ცხინვალის რეგიონზე
და ადგილობრივი ელიტები თავიდან ბოლომდე არიან ანგარიშვალდებული მათი რუსი კურატორების მიმართ და ამიტომაც უფრო ღრმა ინტეგრაცია, აღარაფერი აღარ უნდა ყოფილიყო. ფიზიკურად წარმოუდგენელია. ჩვენ ვსაუბრობთ ფორმალური ანექსიის კომპონენტზე. ფორმალური ანექსია, ეხლა რო გავიხსენოთ ყირიმის ანექსია, ხო, სულ 2 კვირა დაჭირდათ იმ დოკუმენტების მომზადებას, რომ ფორმალურად მოეხდინათ უკრაინისათვის ყირიმის წართმევა და რუსეთის ფედერაციისთვის მისი უკანონო შეერთება. აქ უფრო ფართო პროცესებს ხედავ, რაც შეეხება ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს და რუსეთის ხელისუფლება ცხინვალის რეგიონს უყურებს, აი სწორედ როგორც ჩრდილო კავკასიის, აი კავკასიური რეგიონის ნაწილს. და რა პროცესებს აქვს ადგილი იქ? ეს არის ეგრეთ წოდებული გარე მმართველობის, ანუ როგორც რუსები უწოდებენ внешнее правлениес დამყარება. თუ კი აქამდე მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგიონები რუსეთის ფედერაციის ნაწილები არიან, იქ მაინც რუსეთი ეყრდნობოდა ადგილობრივ კადრებს, რომლებსაც თავიანთი გავლენის, ასე ვთქვათ, სფეროები ჰქონდათ, მაგრამ ემორჩილებოდნენ თავიანთ რუს კურატორს. მეტნაკლებად ადგილობრივ კლანებს წარმოადგენდნენ. დაახლოებით ბოლო 5-10 წელია რუსეთი ეტაპობრივად ცდილობს ადგილობრივი აი ამ კლანური მმართველების ჩანაცვლებას პირდაპირ ფედერალური ცენტრიდან მივლინებული ჩინოსნებით და ზოგ შემთხვევაში ეთნიკური რუსებით. აი მაგალითად ჩრდილო ოსეთის მეთაური არის ეთნიკური რუსი სერგეი მენაილო. იგივე დაღესტანში, ხო, დაღესტნის მეთაური არის ეთნიკურად რუსი ფეოდორ შუკინი. სხვადასხვა თანამდებობებზეც ინიშნება. ერთადერთი რესპუბლიკა, სადაც ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ამას, არის ჩეჩნეთი, თუმცა ამას საეჭვოდ დაემთხვა კადიროვის უეცარი ავადმყოფობა, რაც რამდენიმე წელიწადი გრძელდება და რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს. ეს ცხინვალის რეგიონი იმ ნაწილში რო დავაზუსტებთ, ინგუშეთშიც ასეთ სიტუაცია. ინგუშეთში ძირითადად აი თანამდებობებზე მეთაური კალამატოვი ინგუშია, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვადასხვა თანამდებობებზე ხალხი ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა. ცხინვალის რეგიონში ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე იყო მსგავსი ტენდენცია, როცა სხვადასხვა თანამდებობებზე ინიშნებოდნენ ეთნიკური რუსები ან მივლინებული კადრები. მაგალითად, იგივე ანატოლი ბარანკევიჩი ან ვასილი ლუნევი, რომელიც ეგრეთ წოდებული თავდაცვის მინისტრი იყო. ძირითადად ეს ხდებოდა ძალოვანი მინისტრების თანამდებობებზე, მაგრამ აი ამ თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეკრულებაში, რომელიც დაიგდო 9 მაისს, ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც წერია, ის ამოღებული იქნა 10 წლიანი ცენზი. ანუ აქამდე ცხინვალის დე-ფაქტო კონსტიტუციაში ეწერა, რომ პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მხოლოდ ის პირი შეიძლება დაინიშნოს, რომელსაც მათ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში ცხოვრების 10 წლიანი ცენზი აქვს. ეს ცენზი იქნა გაუქმებული და გაუქმებისთანავე მივლინებული იქნა ეს სწორედ მარად კამბოლოვი. ეხლა ვინ არის მარად კამბოლოვი? ის კიო ეთნიკური ოსია, მაგრამ ის არის, აი თქვენ სწორედ ახსენეთ, ის არის დიგორელი. აი მაყურებელმა შეიძლება არ იცოდეს, აი როგორც ჩვენ ქართველები ვიყოფით სხვადასხვა სუბეთნოსებად, კახელებად, იმერლებად, გურულებად და ასე შემდეგ, ოსები ასე იყოფიან 3 სუბეთნოსად. ცხინვალის რეგიონში და საქართველოს სხვა რეგიონში მცხოვრები ოსები არიან მკვდაროელი ოსები, მაგრამ ჩრდილო ოსეთში არიან დიგორელი და ირონელი ოსები და ჩისანები არიან კიდე ახალგორში, ქსანის ხეობაში. ქსნის და რა ქვია ჩისანები. ჩისანები, დიახ. და აი სწორედ აი მარად კამბოლოვი არის დიგორელი ოსები. დიგორელებს და მკვდარელებს შორის მიუხედავად იმისა, რომ ერთი ეთნიკური იდენტობა აქვს, საკმაოდ ბევრი განსხვავება და აზრთა სხვადასხვაობა გააჩნიათ. მათ შორის რელიგიურიც, იმიტომ რომ ჩვენი ოსები, ასე ვთქვათ, არიან ძირითადად მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, მაშინ როდესაც დიგორელი ოსები არიან მუსლიმები. მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ მარად კამბოლოვს, ეხლა ეს ადამიანი დაიბადა ირაფის რაიონში, ეს არის ჩრდილო ოსეთის ერთ-ერთი მაღალმთიანი რაიონი და სკოლის დამთავრებისთანავე ის უკვე რუსეთში მოღვაწეობდა, რუსეთში სწავლობდა, რუსეთის სხვა რეგიონებს გულისხმობდა, უკვე რუსეთის სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობდა და მისი ერთ-ერთი ბოლო თანამდებობა იყო კურჩატოვის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეობა. რომ შევახსენო მაყურებელს, კურჩატოვის ინსტიტუტი არის ის ლავრენტი ბერიას მიერ დაარსებული ბირთვული ფიზიკის კვლევის ინსტიტუტი, სადაც ფაქტობრივად იქნებოდა ბირთვული ბომბი. ხო.
დიახ და აი ესეთი ზეს გასაიდუმლოებული ინსტიტუტის ასე ვთქვათ სისტემაში შემთხვევით ადამიანი ვერ მოხდება. ვერ მოხდება რა სპეცსამსახურებთან ურთიერთობა. ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე ინტეგრირებულია რუსეთის ფედერალურ ცენტრთან და მას არ აღიქვამენ რაღაც აი ადგილობრივ რაღაც ეგზოტიკურ ჩინოსანს, როგორც მაგალითად კადიროვს ან მაგომედ დაუდოვს, ხო დაუშვათ. ის თავიდან სანდობით აღჭურვილი პირია და სწორედ აი ამ გარე მართლობის დამყარების მცდელობად უნდა აღვიქვათ ეს. ასევე აღნიშნავ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზეც ჰქონდათ მსგავსი მცდელობა, როდესაც ინალ არძიმბას წინ წამოწევის მცდელობა იყო, რომელიც მართალია ეთნიკური აფხაზია და მაგრამ კარიერა გააკეთა მოსკოვში, მაგრამ ის არ მიიღო ადგილობრივმა ელიტამ. აი როგორ მიიღებს კამბოლოს ადგილობრივი ელიტები, ჯაველი და ცხინვალელი კლანები, ამას დრო გვიჩვენებს. კი ბატონო, შეგაწყვეტ იმით ბატონო ზურაბ ავითარებდით აზრს და კიდევ რის დამატება შეიძლება ამ არსებული სიტუაციით. თავარი რაც ითქვა ეს არის სწორედ კამბულოვის დანიშვნა. ანუ მოსკოვმა იმის ფონზე რაც უკრაინაში ხდება, იმის ფონზე რაც ირანში და საერთოდ რუსეთის გარშემო და რუსეთის თავს ხდება, მოიცვალა იმისათვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ბიოგრაფია რო თქვით, კარგია, იმიტომ რომ საკვანძო ფიგურაა და ბევრად განსხვავდება იმ სხვა ჩინოვნიკებისგან, რომელიც ადრე ცხინვალში გამოუგზავნიათ, გამოეგზავნა ცხინვალში ხშირად ვადარებ ხოლმე კასპის პრეზიდენტად მოიცალა პუტინმა, რომ კასპის მასშტაბის პრეზიდენტი დანიშნოს ცხინვალში, თუ ამას რაიმე საკვანძო მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი ხედვა განსხვავდება მაინც და იმიტომ რომ ფაქტობრივად არაფერი არ იცვლება. დღეს ამ ანექსიით რუსეთმა უნდა გადაიკიდოს, ანუ ფორმალური ანექსიით, ანუ გაფორმებით ამ ანექსიის და მიერთებით, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარსკომა უარყოფ, პუტინმა უნდა გადაიკიდოს თავისი, ასე ვთქვათ, არაფორმალური მოკავშირე რეგიონში, ეს არის საქართველო და მიიღოს ის, რაც ისედაც აქვს. რა ლოგიკაა ამაში? აი ეს მითხარით მაშინ, ხო? მე გეტყვით, მოდი შეგამათებით, უფრო საინტერესო იქნება. ის ლოგიკა, რომელიც ერთ-ერთ ვერსიაში განვავითარებ მე ექსპერტების ნაწილის და პოლიტიკოსებიც უფრო მეტად ამას საუბრობენ, რომ მას ჭირდება უფრო მეტი თავის მოკავშირე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისგან ფორმალიზება, აღიარება, ანტიდასავლური კურსის ფორმალიზება. ეს უკავშირდება როგორც ჩანს გარკვეულ ვალდებულებებს, რაზეც მინიშნებები აშკარად კეთებოდა უცნების ლიდერების მხრიდან, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე, როგორც ჩანს წინასწარ გაცემულ ვალდებულებებს. ანუ დამატებითი შანტაჟის ელემენტები. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ, ოღონდ ამაში კიდე სხვა ელემენტები ჩავსვათ, იმიტომ რომ კარგი რაღაც გაიხსნით, საკონსტიტუციო საკითხები ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ოცნებას ჰქონდა ადმინისტრაციის გაუქმება, რომელიც გაუქმდა და დღეს არავის არ გაუქმებულია. იანვრიდან გაუქმებულია და ემთხვევა ცხინვალში იმ ხელისუფლების შესვლა და რუსული ხელისუფლების დანიშვნა. ეს ყველაფერი არის ჩემი აზრით ერთი რგოლის სხვადასხვა რგოლები, იმიტომ რომ არის მენდა ოპოზიცია, როდესაც ოცნება ამბობდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოთ და ეს საარჩევნო ტრუკი ეგონა, მაგრამ შეიგით ოცნებაში ეს დავალება იყო და რომ ვერ შესრულდა არც ისე იმეს კიდე დიდად, იმიტომ რომ თავარი პრინციპი ამ საკონსტიტუციო უმრავლესობისა იყო ცვლილება პოლიტიკური კურსისა, რომელიც რუსეთს გარანტიას მისცემდა, რომ კავკასიაში აი ამას რუსეთი გაყიდის. საქართველოს მოკავშირე დასმათ რუსეთი წარმატებად გაყიდის, მაგრამ ცხინვალის შემოერთებას ვერავის ვერ მიყიდის, რომ რამე სარგებელი გააკეთა. ანუ თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ეს მიზნად კი არ არის გამორიცხული, უბრალოდ თუ ამას გააკეთებ, შანტაჟის ბერკეტი აღარ დარჩება, თუნდაც რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებასა და იმანში. და მეორე მხრივ გარდა შანტაჟის ეს გარკვეული კოზირი, რომელიც შეიძლება რუსეთმა როდესაც კოზირი და ბერკეტი ხელში გიჭირავს, ის როდესღაც უნდა დაგჭირდეს, რომ გამოიყენო, ხო? როდესაც ახლა მიმდინარეობს გადანაწილება, როდესაც ახლა მიმდინარეობს პროცესები, რომლის ფარგლებში თუ სომხეთი აშკარად დაკარგა პუტინმა. აზერბაიჯანი ისედაც ვიტყობა დამოკიდა აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობა დღეს ორი სახელმწიფოს ერთ-ერთი შედეგი უკვე ყარაბაღშიც დადოდა, ბევრ სხვა იმაშიც, რაც აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობა. ერთადერთი რაც შეიძლება პოტენციალურად რუსეთმა დღეს გააკეთოს, ეს არის საქართველო. და რატო ფიქრობთ, რომ არ შეიძლება, რომ აი ამ საქართველოსთან ეს ხო არ არის მართლა
ცხინვალის ხელისუფლება და ცხინვალის ხელა საზოგადოება, ხო? პირიქით ამ საზოგადოების დიდი უმრავლესობა არ არის პრორუსული და უფრო სწორად პრორუსული და არარუსული, არცეთი არ არის მომხრე რომ სუვერენიტეტი დაკარგოს საქართველოს ცხინვალისგან განსხვავებით. აი ეს ბერკეტები, რომელიც დღეს რუსეთს აქვს, ცდილობს გამოიყენოს საქართველოსთან სავაჭროდ, ოღონდ ამ ვაჭრობისთვის მან უბრალოდ ველი მოასუფთავა, იმიტომ რომ ერთ ერთი ცხინვალში არჩეული ლიდერი ვერ დაждდება ქართულ მხარესთან რაღაცა პოზიტიურად სალაპარაკოთ, ის ხელფეშეკრულია იმითი, რომ ის არჩეულია ქართველების წინააღმდეგ. მე აი ამ კონტექსტში უყურებ იგივე ადმინისტრაციის გაუქმებასაც და ჩვენი მხრიდან და იგივე იმასაც, რომ იქიდან დანიშნულია რუსული ლიდერი, ოღონდ რა მოთხოვნები ამის უკან და ეს მოთხოვნები დგას თუ არა დღეს ივანიშვილის წინაშე თუ დადგება ხვალ, აი ეს ალბათ ისეთი რთული საკითხი. ეს არის რთული საკითხი, ნამდვილად ბატონო ალექსანდრე. აი ის ვერსია რომ დავამძიმო, მე მაინც მგონია რომ რუსეთს იმდენჯერ გადაუდგავს ირაციონალური ნაბიჯი, მათ შორის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. აი მაგალითად 2008 წლის ომის შემდეგ მიხოთ იმისა რომ საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ სამხედრო ბაზების შემოყვანა აქტიურად, ეხლა აფხაზეთიდან არც იყო გასული, მაგრამ ასე ვთქვათ, მიაღწია ამ შედეგს და ბევრ სხვა რაღაცას. შეეძლო, რომ დანარჩენი საქართველოს ხელმძღვანელობაზე მუდმივი ზემოქმედების ბერკეტა შეენარჩუნებინა არსებული მოცემულობა და არ ეღიარებინა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, როგორც აფხაზეთი, ასევე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, ხო, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. თუმცა ანექსია წარმოახდენს ამავე დროს. დღეს ზოგიერთი თვლის, რომ უკრაინის მიმართულებით განცდილი მარცხის თუ არა იმ მომენტისთვის, როცა გააცნობიერებს, რომ იქ რაღაც მომენტში უნდა გაჩერდეს და უფრო მძიმე შედეგები შეიძლება დაუდგეს, შეიძლება მოსკოვში პოლიტექნოლოგიები და მისი პოლიტიკური გარემოცვან თავად პუტინი ფიქრობს რაღაცით კომპენსაციაზე, რაც სრულად კომპენსაცია ნამდვილად ვერ იქნება. ხა ბატონის ზურავის არ იყოს 25,000-იან მოსახლეობით ეს პატარა წერტილი, ასე ვთქვათ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ CDD არანაირი ასე ვთქვათ ფაქტორს რო არ წარმოადგენს. ხა უკრაინაში განცდილი მარცხის თუ არა მიუღწეველი შედეგების კომპენსირება ცოტა რთულად წარმოსადგენი არის, მაგრამ შეიძლება რაღაცა ირაციონალური ნაბიჯები აი ამ რაღაცისთვის მართლაც გადადგას. თქვენ როგორ უყურებთ აი ამ არსებულ სიტუაციას და ამ გადაწყვეტილებების შიდა ლოგიკას რუსებისთვის? ესე იგი, რუსების შიდა ლოგიკა რო გავიგოთ, აი ძალიან საინტერესო არის ერთი რუსი კრემლის სხვადასხვა წრეებთან დაახლოებული იმპერიალისტი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო, რომელიც ხანდახან საინტერესო რაღაცებს აჟღერებს ხოლმე. ის და ერთ-ერთი რაც მან გააჟღერა, აი როცა 2022 წელს შედგა იყო რეფერენდუმის ჩატარების მცდელობა ცხინვალის რეგიონში, მან თქვა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში რუსეთმა ეს არ უნდა აღიაროს, იმიტომ რომ ეს იქნება სტრატეგიული შეცდომა. და ეხლა ჩემი აზრით, სანამ უკრაინაში მიდის საომარი მოვლენები, რუსეთი არ მოახდენს ცხინვალის რეგიონის ანექსიას და რატო? იმიტომ რომ ეს რომ მოხდეს, საქართველოს ხელისუფლება დადგება ორი არჩევნის წინაშე. პირველი, მას მოუწევს 180 გრადუსით გეოპოლიტიკური კურსის ცვლილება და რაც აქამდე მომხდარა შევარნაძის ადმინისტრაციის პირობებში, როდესაც აფხაზეთის ომის შემდეგ მათ დაიწყეს შევარნაძემ უკვე ნატოსთან და ევროკავშირთან უფრო ფართო ინტეგრაცია და ეს ერთის მხრივ ეს რისკი არის რუსეთის მხრიდან, მეორეს მხრივ თუ კი საქართველოს ხელისუფლებამ ასე ვთქვათ არაფერი არ გააკეთა ამის საწინააღმდეგო და არანაირი რეაქცია არ გამოიწვია, ამას აუცილებლად მოყვება რეაქცია ქართული საზოგადოებისგან, იმიტომ რომ ტერიტორიული მთლიანობა არის საკრალური საკითხი ქართველებისთვის, იგივე 9 აპრილის ტრაგედია და ის 9 აპრილის მღელვარება სწორედ მოყვას აფხაზეთში დაწყებული სეპარატისტულ ტენდენციებს, ლიხნის ღრილობას და აი ასეთ მდგომარეობაში, როდესაც რუსეთისთვის ძალიან მოწყვლად მდგომარეობაშია რუსეთი და მას სასიცოცხლო ჭირდება სატრანზიტო დერეფანი და ერთ-ერთი ეს არის საქართველოს სახით, ისინი ჩემი აზრით რუსეთის ელიტები არ მოახდენენ ცხინვალის რეგიონის ანექსიას. მაგრამ რაც შეეხება იმ სცენარს, თუ კი უკრაინაში საომარი ვითარება დასრულდა და დასრულდა გარკვეული სტატუს-კვოს შენარჩუნებით და დასავლეთის მხრიდან დე-ფაქტო აღიარებით, ასე ვთქვათ, რუსეთის
გავლენის ზონების აღიარებით ამ შემთხვევაში რუსეთი ჩემი აზრით გამოიყენებს შანტაჟის მექანიზმად საქართველოს მიმართ ცხინვალის საკითხს. მაგალითად აი ასეთ დადგება საკითხი, თუ თქვენ საქართველოს უფრო ღრმად მოახდენთ ინტეგრაციას ევროკავშირთან და იმაზე უფრო მეტ ნაბიჯებს გადადგავთ, მაშინ ჩვენ მოახდენთ ანექსიას. ან პირიქით, კიდე უფრო უარესი, თუ საქართველოს არ შევა იმ რუსულ სტრუქტურებში, როგორც არის მაგალითად ევრაზიის კავშირი ან სხვა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება გადაიდგეს ნაბიჯი. სტრატეგიული ლოგიკა რუსეთის ასე ჩანს, თუმცა რუსეთის ისტორიის მანძილზე არაერთხელ გადაუდგამს ირაციონალური ნაბიჯი და რას იზამს და რას მოითმოქმედებს რუსეთი რთული სათქმელია, თუმცა როგორც ერთ-ერთი ბერკეტი და როგორც ერთ-ერთი კარტი საქართველოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ეჭირება ხელში რუსეთს ცხინვალის რეგიონი. დავამატებ ეს უბრალოდ როგორც ინფორმაციას და ცხინვალის კარტი ჩემს აზრით თამაშდება მოლაპარაკების დონე, აფხაზეთს ახლოს არ გვიშვებენ, სალაპარაკოთაც კი. რაც მე ვიცი და არ ამაქვს საფუძველი, რომ არ ვენდო იმას, რაც ვიცი, ეს არის, რომ პირველი წინადადება იყო სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნა და აფხაზეთ და ოსებს შიგნით დავაინტეგრირებთო და ხელისუფლების წითელი ხაზია, რომ სუვერენიტეტის დათმობა არა და დანარჩენი ნებისმიერი დღევანდელი აფხაზეთის ხელისუფლებას გულისხმობთ? არა, ჩვენი პოზიცია მიუღებელია აბსოლუტურად და ამაზე მიდის. ერთი კიდე დავამატებდი, რომ ეს პროცესები რომ მიმდინარეობს ჯერ კიდე 2023 წელს ეგნეთში ბაზრობის ტერიტორია არის მოწესრიგებული, მოპირკეთებული და ასე შემდეგ და იქ უნდა მოწყობილი იყოს სატრანსპორტო ტერმინალი. და ეს პროცესი არ ვიცი, ხმეს პოლიტიკური ინფორმაცია არ მაქვს, ეს მე ვიცი, ვინც ამას აკეთებდა დაახლოებით აი ლოკალური ამბებიდან და დონიდან, მაგრამ ეს პროცესი გაჩერდა, სავარაუდოდ გაჩერდა არჩევნების მერე დაწყებული ძლიერი პროტესტისა და იმ პოლიტიკური პროცესების გამო, რომელმაც თქვათ არ მისცათ საშუალება, რომ ეს რეალიზება მოხდეს. ანუ ცხინვალის რეგიონთან ინტეგრაციის პროცესები ეტაპობრივად დაგეგმილი იყო სხვადასხვა სხვანაირად. რას თქვენ თქვით კიდე შეთავაზებები, შანტაჟი, ანუ ამისთვის კამბულოვი საჭირო არ არის. კოკოითმა მოაწერა საქართველოსთან ომს ხელი და ნებისმიერ ცხინვალელი მოაწერს ხელს რუსეთში შესვლას. ამისთვის აი საცვლილება, რაც ახლა რუსეთმა გააკეთა, საჭირო ნამდვილად არ გახდებოდა. მადლობა, ბატონ ალექსანდრე ბატონი ზურაბ ბენდიანიშვილი, კონფლიქტოლოგი, ბირმინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი ალექსანდრე კვახაძე, ძალიან საინტერესო შეფასებებით და ინფორმაციით, მათ შორის ბატონ ზურაბ, აი ბოლოს რაზეც ისაუბრებთ, თავისთავად ძალიან საინტერესო ინფორმაციებია და ამაზე მსჯელობა მომავალშიც უფრო ღრმად იქნება საინტერესო.